ეხლა მიგვაქვს ფინანსურ პოლიციაში სარჩელი, რადგან შევიდნენ ოფისებში და თითოეული კურიერის გამომუშავებული თანხების შემოწმდნენ. არის რომ კილომეტრებიდანაც პარავენ თანხას, ჩაი არ გვერიცხება ხოლმე, როცა მომხმარებელი გვეუბნება რომ ჩაი დაგიტოვეთ, ანუ მინდა რომ მომხმარებლებს მოგიწოდოთ, სოლიდარულები იყვნენ კურიერების მიმართ და ხუთშაბათ დღეს ეს ერთი დღე ავირჩიეთ პროტესტისთვის თავიდან დასაწყებად, რომ ნელ-ნელა კურიერები შემოგვიერთდნენ და არ გამოიძახოთ ვოლტი და გლოვო. და მინდა კიდევ გთხოვოთ, ვისაც იცნობთ კურიერებს, ვოლტის და გლოვოს კურიერებს, რომ აუხსნათ, რომ მნიშვნელოვანია, რომ შემოგვიერთდნენ ამ პროცესში. იმიტომ რომ დღეს ან ყოველწლიურად ვოლტი და გლოვო გვიკლებს ანაზღაურებას და ძალიან დიდ რისკების შემცვლელია ჩვენი მომსახურეობა. ყოველ დღე ძალიან ბევრი ადამიანი შავდება, ბევრი ახალგაზრდა იღუპება ამ სამსახურში, არც დაზღვევა გვაქვს, ყველანაირი პასუხისგებლობა აქვთ მოხსნილი. კურიერები არიან ის ადამიანები, ვინც ამ კომპანიაში დოულადს ქმნიან, ფულად რესურსს გამოიმუშავებენ, მათ მიაქვთ ობიექტიდან მომხმარებლამდე შეკვეთა და შესაბამისად მთლიანი ფულადი რესურსი, რაც კომპანია შეძდის, ამ პროცესიდან გამომდინარეობს. ჩვენ არაფერს ნაჩუქარს არ ვითხოვთ. უბრალოდ 5 წლის წინ თუ ან 1 წლის წინ, ან 9 წლის წინ თუ რაღაცას პირობითად საწყისი ფასი 5 ლარი იყო, დღევანდელ რეალობაში ცხოვრება უფრო გაძვირდა, გაიზარდა და ხარჯები გაიზარდა და შესაბამისად ვერაუდის ჩვენი შრომითი რესურსები იზრდება, უფრო მეტი ხანი გვიწევს იგივე თანხაზე ქუჩაში ყოფნა, მუშაობა, რისკებთანაც არის დაკავშირებული არჩევთული ხარჯ, რომელიც ყველა კურიერის პირად კურიერზე გადადის ნებისმიერი ხარჯი.